სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. დღეს თქვენ სიყვარულთან სულ საუბარი შესახებ ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვისა, როგორიც არის ღვთისაგან განდგომილება. საამისოდ განმაწყო ორმა გარემოება. პირველ ყოვლისა იმან, რომ პრაქტიკულად შეიძლება არსებითად შეიძლება ითქვას, კაცთან მოდგმამ თავისი არსებობის ამ ფაზაში თავს მოიწია სწორედ ეს ცოდვა. შეიძლება თამამად გადაჭარბების გარეშე ითქვას, ყველა იმ წინასწარმეტყველებათა მიხედვით და იმ ზოგადი ნიშნებისა, რაც მთელს ქვეყნიერებაზე არსებობს, მათ შორის ჩვენთან, რომ დიდი აპოსტასია დაწყებული, ანუ ღვთისაგან დიდი განდგომილება. პირველ ყოვლისა ჩვენ დაგვისახელებია წინასწარმეტყველება ევროკავშირის შექმნის შესახებ 5 სხვადასხვა წმინდა მამისა. რამდენადაც ამაზე საკმაოდ გამოწვლილი და არაერთის გვისაუბრია ამ და სხვა ნიშნებზე, ამჯერად თავს აღარ შეგაწყენ. მეორე გარემოება, რამაც განმაწყო საამისოდ ვილაპარაკო, არის ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ 46 დღე და 47, როგორც მედიდურად ითვლიან, სიგიჟის დღეებს ქართველთა ერთი ნაწილი. არამედ ეს არის წლები, რაც მიმდინარეობს მზადება ადგილობრივი ხელისუფლების დასამხობად, დასავლეთიდან რა თქმა უნდა, და საკუთარი მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, რადგან მთავარი მიზანი არის არა ხალხი, როგორც ესეთ, თუმცა ფარისევლურად ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ხალხის სახელით, ხალხის მზრუნველობაზე, ეს ყველაფერი არის ფარისევლობა. ნამდვილი მიზანი არის ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის ხელში ჩაგდება და სათავისოდ გამოყენება. არც მეტი, არც თან ბოლო დროს აღარც ადრე თუ იგავებით ლაპარაკობდნენ და კროსვორდები და რებუსებით, ეხლა აშკარად ამბობენ ამაზე ყველაფერს. ის სიგიჟეები, რაც ადგილი აქვს დედაქალაქში, ქუთაისში, ბათუმში, პირველ ყოვლისა და დროდადრო სხვა რაიონებში, რომელიც როგორც ხედავთ, ეს შეპრობილობა მივიდა ოკულტურ მსახურებამდე, რიტუალებსაც კი ატარებენ საჯაროდ, სადაც იუნკერთა სისხლით აქცეულად 9 აპრილის მოწამეთა, დღეს ის სამწუხაროდ მერიამ გამოაცხადა, რომ რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს რუსეთში. რეკონსტრუქცია კი არ უნდა მოხდეს, განახლება. პირველ ყოვლისა უნდა იკურთხოს ეს ადგილი და განეწმინდოს ყოვლისაგან არაწმინდების. მე მახსოვს, როდესაც ხალხმა თავისი ნებით და დიდი სიხარულითაც აირჩია კომუნისტური ძირმომპალი ხელისუფლების შემდეგ ეროვნული ხელისუფლება ზვიადის თაოსნობით. პირველი რაც თხოვა ზვიადმა, მე მისი რელიგიის საქმეთა მრჩეველი ვიყავი, ეს იყო პარლამენტის შენობის კურთხევა. რა თქმა უნდა, პატრიარქისგან ავიღე შესაბამისი ლოცვა კურთხევა და ვაკურთხე ეს შენობა. აირითი უნდა დაიწყოს ჩვენი განწმენდა და განახლება. მაშ ამ ორმა გარემოება პირველ ყოვლისა საყოველთაო და ადგილობრივად განმაწყო ამ უმძიმე ცოდვაზე ვილაპარაკო. იმდენად მძიმე ცოდვაა ღვთისაგან განდგომილება, ანუ ღმერთის უარყოფა, რომ ადამიანი რომს მოიქცეს მერმე სინანულად სიკვდილამდე უზიარებელია დიდი შულის კანონის მიხედვით. აი ესეთ კონკრეტულ შემთხვევასაც მოვიგონებთ, რაც აღნიშნულია დიდი შულის კანონში. როდესაც დევნა იყო ჩვენი სარწმუნოებაში, ადრეულ შუა საუკუნეებში, მათ შორის ესე იგი წამების ასეთი სახეც იყო. მაშინ იმპერატორებს წარმართები ნახევარ ღმერთებად მიიჩნევდნენ და მიყავდათ ეს ქრისტიანი, რომელსაც აწამებდნენ, ან ამ იმპერატორის ბიუსტთან, ან კერპებთან პირდაპირ გაგებით აიძულებდნენ, რომ თუნდაც რამდენიმე მარცვალი დაეყარა მის სახელზე. და რა კი ისინი ამას არ აკეთებდნენ, მოდში ჩაუყრიდნენ მარცვალს, ცეცხლს შეუნთებდნენ, რომ ტკივილებისაგან ხელი გაეხსნა და გადაებნია თავის დაუნებურად გამწარებულს ეს ხორბლის მარცვლები. თუ მართლაც ასე მოხდებოდა, რომ ტკივილებისაგან ხელს გახსნიდა და გადაყრიდა მარცვალს კერპების წინაშე, მას ეს ეთვლებოდა ღვთის უარყოფად, ამიტომ სიკვდილამდე უზიარებელი იყვნენ. თუ სასიკვდინე საფრთხე რამე შეექმნებოდა, დაუშვებდნენ ზიარებას, მაგრამ თუ განიკურნებოდა და გადარჩებოდა, კვლავ უზიარებელი ხდებოდა. უბრალოდ ამით იმის გვამინდოდა საყვარელო, რაოდენ მძიმე ცოდვაა ღვთისაგან განდგომილება. სურს მოვიგონო ერთ-ერთი ღვთისპირიდან გავარდნილი იმპერატორის ივლიანე განდგომილი, უწოდა ეკლესიის ისტორიამ ივლიანე განდგომილის ცხოვრებიდან. თავდაპირველად ის იყო რა ბასილევსთან სამეფო შთამომავალი, ბერძენ მეფეთა, თავდაპირველად იყო ქრისტიანი, ყოველ შემთხვევაში გარეგულად ასე ჩანდა, მართლმადიდებელი. სხვათა შორის გუშინ იყო რა ხსენება ბასილი დიდისა, ბასილი დიდთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად სწავლობდა ათენში, რომელიც უმაღლესი სკოლა იყო, იმხანად ერთ-ერთი დაწინაურებული და ცდილობდა ყოველთვის რომ ბასილი დის მიტმასნოდა მის ავტორიტეტს, იმიტომ რომ როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი იგონებს ბასილი დიდზე, იმდენად ღვთისმსულიერი და მაღალი ადამიანი იყო, ღრმად ინტელექტუალური და საღვთისმეტყველო ნიჭით დაჯილდოებული, რომ მის ჩრდილსაც კი ბაძავდნენო.
ბაძავდნენ მის გარეგნობასაც. ბასილის გრძელი წვერი ჰქონდა, საერთოდ მაღალი იყო და ესე შემდეგ და აი ამ წვერშიაც კი ბაძავდნენ, იმხელა ავტორიტეტი იყო. ერთი მათგანი იყო ქლესა ივლიანე, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ჟამთა ვითარებისაგან ხელში ჩაიგდო მეფობა, მან აჩვენა თავისი შინაგანი ადამიანი, ნამდვილი ბუნება, რომელიც მგელი იყო. უარყო მართლმადიდებლობა და არა უბრალოდ უარყო, მთელს იმპერიაში და ვეება იმპერია ჰქონდათ ამ დროს ბიზანტიისა, დაიწყო დევნა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და მათ შორის თავისი მეგობრის, რომელსაც ლიქნით ეტმასნებოდა ბასილი დიდისა. მან აწამა ისეთი დიდებული მოწამე, ქრისტიანი, როგორც არტემიოსი იყო, დიდმოწამე. ამის შემდეგ განიზრახა, გაეფართოებინა თავისი სამეფო საზღვრები სიხარბით აღზრულმა. და გეზი აიღო სპარსეთისაკენ. გზად უნდა გადაევლო მას კონსტანტინოპოლიდან მომავალს მცირე აზიაზე და კერძოდ მათ შორის ბასილი დიდის კესარია კაბადოკიის ეპარქიაში. ერთ რამეს მიაქციეს საყვარელო ყურადღება. ჩვენ გუშინ წირვალზე საუბარი ქონდა ბასილი დიდზეც, არა მარტო შენ ხარ ვენახის ხატზე, წინადაცვეთაზე, ქრისტე მაცხოვრის რა დღესასწაულების აღინიშნება, მაგრამ ბასილი დიდზე გავამახვილეთ ყურადღება, რამოდენიმე შტრიხი გავავლეთ მისი პიროვნების დასახასიათად და რამდენად მტკიცე მართლმადიდებელი იყო თვით იმპერატორმა ვერ მოდრიკა, ვერც გადასახლები, ვერც გამათრახების და ვერც სიკვდილის შიშით. და ბოლოს თვითონ დაიზრა იმპერიიდან განრისხებული რომ მოედრიკა ბასილი, მაგრამ ესე მოაწყო ღმერთმა განგებულებით, როცა ეს ჩამოვიდა ბასილი ნეოკესარიაში, თვის განგებით ის ამ დროს წირვას ატარებდა. იმდენი ხალხი იყო მრევლი, არა მარტო ტაძარი იყო გადავსებული, არა მთელი ეზო ვეება ეზო გადავსებული იყო და უკვე იქ ეჭვი შეეპარა იმპერატორს, რომელიც აზანზარებდა იმ დროინდელ იმპერიას. დაუშვებს თუ არა ბასილი ჯერ ერთი ტაძარში და მერმე სამეუფო კარიდან თუ მისცემს უფლებას შევიდეს. მეთის მიხედვით ქვია ბოლოს და ბოლოს ამ კარს სამეუფო კარები. ბასილი დიდო ღვთივ გამბრძნობილი იცოდა მისი წვალებლობის შესახებ ვალენტი იმპერატორისა, გააგზავნა მორჩილი და არა მარტო დაუშვა სამეფო კარიდან, არამედ სამეფო ცხენი, რომელსაც უწინ მეფეები წმინდა ტრაპეზს ირავდნენ, შეაწერინა. განიცადეს, როცა ზიარებას ამზადებდნენ, თავად დაждდა, დაისვა და თივსულიერად დაელაპარაკა და ისეთ აღფრთოვანებაში მოიყვანა, რომ დიდი შთაბეჭდილებები დაბრუნებული დედაქალაქში პირველივე შემთხვევაში წერს ედიქტს ბრძანებას, რომ მხოლოდ ბასილი დიდის კესარია კაბადოკიას არ ახლო ხელი, იმდენად ავტორიტეტი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბასილმა. ეხლა ამ ყველაფერს რატო უყვები? აი, როდესაც მან გადაიარა კესარია კაბადოკიაზე, ბასილი დიდი მას შეხვდა პურღვინით. თქვენ იცით, რომ ბასილი დიდი იყო კაბადოკიელი ქართველი. მე მინდა აქ ხაზი გაუსვა ხელისუფლებისადმი მორჩილებაზე. ლამობენა დღეს პროდასავლელები, ეგრეთ წოდებული, უпроსტად ფულის მონები, მამონას მონები, საიდანაც 30 წელია სულ ცოტა იკვებებიან, ეს აგენტები და გავლენის აგენტები და ცდილობენ რევოლუცია მოაწყონ. ხოლო რევოლუციაზე წმინდა მამა სერაფიმ საროველი ამბობს, პირველი რევოლუციონერი ზეცაში იყო სატანა. ყველა რევოლუციონერი რა გზითაც არ უნდა მოვიდეს. მშვიდობიანი გზით, ეგრეთ წოდებული, თქვათ, ვარდების, მიხაკების და ასე შემდეგ, თუ სისხლიანი გზით, ყველა რევოლუციონერი უკლებლივ არიან სატანას მოწაფეები იმ პირველი რევოლუციონერისა. მაგრამ ბასილი დიდი, რომელსაც ივლიანე განდეგილი და სხვა მართლმადიდებლებს დევნიდა და ავიწროებდა, ზოგი გადაასახლა, ზოგს ქონება ჩამოართვა, ზოგი სიკვდილითაც დასაჯა, ვთქვათ არტემიოსი ვახსენეთ წეგან და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, რომ ის იყო მწარვალი, განდგომილი და მდევნელი ქრისტიანების, აღასრულა ბასილი დიდმა ქრისტე მაცხოვრის ერთ-ერთი მცნება. კერძოდ რა? მიეც კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა. გახსოვთ არა, ეს საიდან მოდის ეს ფიგურალური გამოთქმა? ერთხელაც ქრისტეს მიახლენ ფარისევლები გამომცდელად და ფარისევლობით დაეკითხნენ. კარგად ქადაგებ მოძღვარო ღვთიურ სასუფეველზე, მაგრამ აბა ეს გითხარი, ხელისუფალს კეისარს გადაუხადოთ თუ არა გადასახადოთ? ქრისტემ ძალიან მოკლედ და ბრძნულად მიუგო პასუხი. გააქვთ აქ მონეტა? რომის იმპერიაში შედიოდა მაშინ პალესტინაც. ამოიღეს და მიაწოდეს მონეტა. შეახედა და კითხა, ვინ არის გამოსახული? კეისარი. გადააბრუნა, რა წერია? ცეზარი. მაშასი ჩემო საყვარელო, მიეც კეისარს კეისრის, ეს მისია, ხოლო ღვთისა ღმერთსა. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ განდგომილი იყო მწარვალი მდევნელი, როცა ბასილი დიდის ეპარქიაში გაიარა, როგორც ხელისუფალმა უმაღლესმა მეფემ, ბასილი დიდი გამოვიდა და პურღვინით შეხვდა. მოგვიანებით რუსეთმა რო შეერთა საქართველოს, ეს გამოთქმა ჩაანაცვლა პურმარილმა. ესა რუსები ხლების სოლ ასე ხვდებოდნენ და ასე შემდეგ. ჩვენთან
ხლებისოლ არ ერქვა, ჩვენთან პურღვინო, ეს ღვინის ქვეყანა არის და პურის ქვეყანა. ბოლოს და ბოლოს გეორგოსები ქვია, რაც ნიშნავს მიწათმოქმედს. და თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 17 ჯიში არსებობდა ხორბლის, აქედან 11 იყო ქართული. და იყო ისეთი ჯიშიც, თელ ლაშქარს რომს გადაევლო, გაივლიდნენ და თავისე ფეხზე დგებოდა. ისე ჯიში გამოიყვანეს, სულ ბრძოლაში ვიყავით, სულ გვიწვავდნენ ყანებს, ანადგურებდნენ, ვას ჩეხავდნენ. ვაზე რაღა ღვინო. ფსალმოში არის პასუხი. ღვინო ახარებს გულსა კაცისასა. აირისთვის იყო. ომები დამაშვრალი და შრომეთ ნუგეშინის სემას იღებდნენ. არ არის ლაპარაკი ლუძზე, არ აქვს პირი თაფლუჭის ღვინის დალევა სირცხვილად ითვლებოდა. მაგალითად გიორგი მე-12 უკანასკნელი, როდესაც მის შვილი ჩამოვიდა რუსეთთან, რომელიც იქ საარტილერიო სასწავლებელი სწავლობდა და მიეჩვია არყის მას, როგორც რუსებს ახასიათებ. მამა ძალიან მკაცრად შეაფასა მისი ეს მანკიერი ჩვეულება. შენ არათუ არ დაგიტოვებ სამეფო საღდარს, უფროსი შვილი იყო. საერთოდ არაფერს არ მოგცემ ჩემი მემკვიდრეობიდან. ისე განრისხდა მეფე. დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია. ლოთობა, ნარკომანია, ცხოვრების წესი გახდა ლამისჩვენი. ახალგაზრდებში განსაკუთრებით და არა მარტო ახალგაზრდებში და არა მარტო მამაკაცებში, სამწუხაროდ. აი დასავლეთის ერთ-ერთი პროდუქტი ნაყოფი. საკოლთაო აღვირახსნილობა, გარყვნილება, ნარკომანია მათ შორის ქალებში, გოგონებში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართული არის ქართველი ერის მოსახლეობის შემცირებისკენ. რა შეჭირდება თქვენი თქმით? 10 მასონური მცნებიდან პირველი არის მოსახლეობის გაწყვეტა, სხვადასხვა გზით, რომ დაიყვანონ ეგრეთ წოდებულ, როგორც თავად უწოდებენ, ოქროს მილიარდამდე, თითქმის 10 მილიარდია მოსახლეობა დღეს. რა გზით? ომებით, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის. ისრაელი, რომელიც ომებს აწარმოებს და ამერიკა მას ხარს უჭერს. ეთნიკური ურთიერთდაპირისპირებით, ინფექციური დაავადებით, ჩვენ უკვე ვიგებთ ერთხელ კორონავირუსი. ეხლა ახალს გვიმზადებენ და ვრცელდება სამედიცინო ასე ვთქვათ უწყებაში, რომ ახალი შტამია და ეს შექმნილი, რომელიც ასახეთ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ამერიკულ ლაბორატორიებში, რომელიც 3 უნდა გახსნილიყო ბოლო დროს უკრაინაში, 2 კიევში და 1 ოდესაში, მუშაობდნენ სლავურ გენებზე და მუშაობენ დღესაც როგორ მოსწონს სლავური გენები, ანუ როგორ გაწმენდონ სლავები და დაეუფლონ მათ მიწებს. სადაც უკვე არც კი მალავე უნდა შეიქმნას ებრაელების ახალი სახელმწიფო, რომელსაც ქვია ახალი იერუსალიმი. აი თურმე რატომ მიდის ეს ომი და მრავალიცა სხვა აღარ მოვყვებით. სხვადასხვა გზით, მათ შორის აბორტირებით და საქართველოს ეს პატარა ერი პირველია ერთ-ერთი მსოფლიოში აბორტების მიხედვით. პირველია ერთ-ერთი ნარკომანიის მიხედვით. რა ხდება ყველა სიგარეტის წევა, რომელიც ანადგურებს, წერია ბოლოს და ბოლოს სულიერად რა ცოდვა, ეგ ვიცით, აი რა წერია ფიზიკურად რას ჩადის. ნარკომანია, ლოთობა, მრუშობა, სოდომური სოდვები, მამათვალობა, ლესბოსველება, ტრანსგენდერობა, მოსახლეობის შემცირებას ემსახურება. აი თურმე რატომ ხდება ეს? ეს ჯერ კიდევ ეწერა სულ ცოტა 2 საუკუნის წინათ მასონერ ბრძენთა ჩანაწერები ქვიან, ოქმებია, სადაც ერთი კრებიდან მოიპარა ფრანგმა ქალმა, მერე გარწდა სერგი ნილუსმა გამოაქვეყნა და ასე შემდეგ. ამას ფსევდოლიბერალები უწოდებენ შეთქმულების თეორია. არანაირი შეთქმულება არ არის. შეთქმულება მათი მხრიდან არის, ებრაელების მხრიდან, იუდეველებისა, ტალმუდებისა, პირველყოვლისა, სადაც შავი თეთრზე წერია, როგორ გაანადგურებენ გოებს, არაებრაელებს, ყველას ეძახიან გოებს. და ჩამოთვლია რა სახეობით, რაც მე ჩამოთვალე, ეს ყველაფერი აი ამ გზით ჩვენ გავანადგურებთ მათ. რატო? აღძრული არიან ბოროტისაგან. სოფლიო მეფობას და მიიღებენ სოფლიო მართველს ანტიქრისტეს სახით. თუმცა მადლობა უფალს, როგორც ღვთივდიდებული პავლე და არა მხოლოდ ის წინასწარმეტყველებს, ბოლოს გონს მოეგებია, როცა თავის ბჭყალებს გამოუშვებს. ანტიქრისტე მერეღა მიხვდებიან, ვინ უარყვეს მათი მესია, ქრისტე მაცხოვარი და ჯვარსაცვეს და ვინ მიიღეს სრულ მესია. ისე რომ ებრაელთა ნაწილი ბოლოს შანს მოიქცევა. ეს იქნება ერთ-ერთი უკანასკნელი ნიშანი, რომ ახლოვდება უშუალოდ ქრისტეს დიდებით დაბრუნება, მეორედ მოსვლა. სიტყვამ შორს გაგვიტაცა, მოდი დაუბრუნდეთ სათქმელს. რამდენად მძიმე ცოდვა ღვთისაგან განდგომილება. მაშასე ივლიანე განდგომილი თავისი ძლევამოსილი ლაშქრით მიეშურება სპარსეთისაკენ. მათ შორის გადაიარა კესარია კაბადოკიაში. მიუხედავად რომ ეგევითარი წარვალი იყო ქრისტიანების, რამდენადაც მეფე იყო და უმაღლესი ხელისუფალი, ქრისტეს ცნება აღასრულა ბასილიდან პურღვინით შეხვდა მას. ივლიანე განდგომილმა ფეხი ამოურტყა, გადაუქცია ეს ყველაფერი და დაემუქრა. შენთვის არ მცალია, ამ ომში გავიმარჯვე, უკან დაბრუნდები და გაგისწორდები. ბასილი დიდმა, რომელიც არა მარტო დიდი ღვთისმეტყველი და ასკეტი მამა იყო, შვიდად უწინასწარმეტყველა.
ცეცხლში მიდიხარ და ცეცხლში დაიწვევი და სიტყვით აუსრულდა ივლიანეს. ესე იგი რა მოხდა? ამის შემდგომ გამოიარა უკვე მოადგა სპარსეთის საზღვრებს და შეხვდა ერთ-ერთი ღრმად მოხუცებული სპარსი. და მან უთხრა რომ მე უმოკლესი გზით ძალზედ მალე და უსაფრთხოდ მიგიყვან გულში სპარსეთისა. ივლიანემ გაიხარა, სიბრძნეს ვერ მოკითხავდი, ერთხბაშად მიენდო და მთელი ეს ლაშქარი გააყოლა მას. თავდაპირველად ძალიან კარგი გზა იყო, მშვენიერი, უსაფრთხო, მაგრამ მერმე ისინი შეიყვანა ღრმა უდაბნოში. წყალი არ იყო შემოაგდა, წყალი, პური, ყველაფერი, სიცხე, პაპანაკება, პატარა ნიავზეც კი მტვერი ავარდებოდა და თვალებში ეცემოდა ლაშქარს. ასე და ამგვარად ახეტიალა რა საკმაო ხანს ნახევარი თითქმის ლაშქრის ამოეხოცა ამასობაში ივლიანეს. მერმეღა მიხვდა რომ ამ მოხუცმა შეგნებულად შეიყვანა ამ განსაცდელში და მკაცრად დაეკითხა ვინ ხარ შენ? მე ვარ სპარსი, მე ჩემი სამშობლო არ მინდა რომ აოხრო თქვენ. სამშობლოსთვის დასვა სული. ივლიანემ დაუყოვნებლივ დააშევინა სიკვდილით. მაგრამ ამ საშელის მერე ცოტას გასტარა იმ ადგილს, წააწყდნენ სპარსელთა ლაშქარს. იძულებული იყვნენ, თუმცა მოუმზადებელი იყვნენ, გადაღლილები, შიმშილით, წყურულით, პაპანაკება მზით და ასე შემდეგ, იძულებული გახდნენ, რომ იკვეთებოდნენ ლაშქარს. ძალიან დიდი ზარალი განიცადეს. პრაქტიკულად დამარცხდნენ. და ივლიანეს სული თავისი მყრალისუნი გადაერჩინა, ერთ-ერთ საბძელში დაიმალა, ქალის კაბა გადაიცვა, როგორც ჩვენი ჯაბა იოსელიანი კაბით გამოვიდა სოხუმის გარემოცვიდან. აქ ვაშკაცობაზე დებდა თავს. სინამდვილეში იყო ძალიან შიშარა ადამიანი. პირადად დაბრწმუნდი. მე ადრეც მომიყოლია ჭადრაკის სასახლეში რომ იყვნენ, როცა მორიგ რევოლუციას ამზადებდნენ ეროვნული ხელისუფლების დამხობას, ზვიადმა მთხოვა და პარლამენტმა რომ წავსულიყავი დავლაპარაკებოდი გონსმოდიო კიტოვანთანაც თხოვეს მასთანაც ვიყავი ირაკლი წერეთელთან ერთი მოდგმა გარყვნილი მოდგმა ყველა ესენი რა თქმა უნდა მხილება არ მიიღეს მაგრამ სილაკი კი მიიღეს ნამდვილად ჩვენგან ესე იგი როცა მივედი ჭადრაკის სასახლეში იქ მხედრიონელები იყვნენ დამინახეს და ეს ზვიადის მეგობარიაო მისი მოწყარიაო და დავიწყეს გინება მათ შორის დედის გინება საერთოდ ბუნებით ფიცხი ვარ მაგრამ ეს შემთხვევაში უდიდესი სიმშვიდე გადმოდის სულში მე ნელ-ნელა დავიწყეს საუბარი თვის სიტყვას აქ უდიდესი ძალა. ხო ესე გავეშებულები დახვდნენ. ცუციკა ძაღლებივით ისხდნენ მერე იქ. საათ ნახევარს ამას მანამდე დაურეკეს რომ მოსულიყო იოსელიანი. მერე მოდიოდა ზოგი მეუბნებოდა რომ ადრე სიონისტი ქაროსანი ვიყავი ბოდიში რომ შეგაგინეთ ამან იმან შეერაგებული იყვნენ ავტომატებით. ერთ სიტყვით ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოვარდა ჩვენ შორის. მე წინასწარმეტყველებებიდან ვესაუბრე რასაკეთებენ აუხსენი მათი ეს მდგომარეობას და ამასობაში გელივით შემოვარდა იოსელიანი გააზრა გაკეთებული სახე კაცრი რა გინდა რისთვის მოხვედი აგდებულად და ესე რომ დამელაპარაკა თვითონ მისიანი მოთო შე როგორ ელაპარაკები მამა არჩიოსო ტონი შეარჩიო და გაუკვირდა არ მოელოდა ხო აი მე პარლამენტიდან გამომგზავნეს რომ დაგელაპარაკოთ მეთქი ყველა ამათთან უკვე ვისაუბრეთ ხო შევიდეთ რატო კაბინეტში აქ ვისაუბრეთ იმიტომ რომ იცოდა გარეთ წააგებდა და შერწყვებოდა კიდევ ერთხელ. აქ ვილაპარაკოთ მეთქი. დაიჟინა და რა კი დაიჟინა შევედ კაბინეტში. ხომ ძალიან ბრისხანე სახე ქონდა. ოთხად მოკეცილი იჯდა სკამზე და ისე საუბრობდა ჩვენთან. და უთხარი აუხსენე ვინც არის, ამ ხელად ცოდვაში ვარდება. ერისა და ქვეყნის წინაშე. მაგრამ სალუნების არ იყოს ვინის მინა ჩვენიო. ამას თავი ვანებოთ, ისინიც უკეთურები იყვნენ, მაგრამ მათთანაც იყო საჭირო საუბარი. კეისარს კრეისისა გადაუხადა ღვთისა ღმერთსა და ესე შემდეგ. მოკლედ თავი რომ გადაერჩინა თავისი ივლიანე განდგომილი ერთ-ერთ საბძელში დაივალა ქალის კაბაში გადაცმული. იქ ბზა იყო, საბძელი აქედან მოდის სიტყვა. შეტაკების დროს ერთ-ერთმა სპარსელმა ცეცხლმოკიდებული ის არის ისროლა იქით. საბძლისკენ მოხვდა საბძელს და დაიწვა. ცეცხლში დაიწვა ივლიანე. აუსრულდა ბასილის წინასწარმეტყველება. ცეცხლში მიდიხარ და ცეცხლში დაიწვები. მაშა მაგალითიდან აშკარა ხდება რამდენად დიდი ცოდვა არის განდგომილობა თან რა არის საინტერესო რა დაიძახა სიკვდილისი რა დაინახა რომ ცეცხლი ეკიდა და კვდებოდა თვალები აღაპყრო ზეცისკენ და იესო ქრისტე შეძახა შენ გაიმარჯვე გალილეველო ესე იგი მე გებრძოდი შენ მაგრამ შენ გაიმარჯვე თავისი მყრალი სული განუტევა მაშა აი ესეთი ხვედრი ელოდება ამ მსგავსი ამისი ყველა მოღალატეს ყველა განდგომილს ქრისტესაგან
მეორეს მხრივ მაგალითად, სათნო მაგალითად დავისახოთ ის მოხუცებული, რომელმაც სამშობლოსათვის საკუთარი სული დასდო. აი დღეს ასეთი ეჭვებიც გაჩნდა ჩვენ ერში და დღეს არ გაჩენილი ათეული წლები არის უკვე განსაკუთრებით რაც ხელისუფლება შეიცვალა და სხვა. რამდენად არის საჭირო სამშობლო გვიყვარდეს საკუთარი ერისშვილები. მე რა გითხრათ სოდვილმა მღვდელმა, დიდი მამა ათანასე დიდი ბასილის თანამედროვე ამბობს, ის ვინც სამშობლოსათვის იბრძოლებს და სულსაც დასდებს, ღირსი არიან, ისინი ჰიმნებს უგალობდნენ, ძეგლებს უდგამდნენ, აქებდნენ და ადიდებდნენ მათ. ეხლა ესენი რატო ავრცელებენ ასეთ განწყობილებას ანტიეროვნულს, იმიტომ რომ აი რატო ავრცელებენ მაგალითად პროსტიტუციას, სოდომურ ცოდვებს და ასე შემდეგ, რომ ადამიანი რომელიც არის მამათმავალი, არის ლესბოსელი, ტრანსგენდერი, ლოთიშფოთი და სხვა, იმას ერთ აინტერესებს ეს ყველაფერი. სასაცილოდ არ ყოფნის სამშობლო. აგერ ეს ჭკუასუსტი ბერძენიშვილი გამოდის, ქართველ მეფეებს აგინებს, მათ შორის დავით აღმაშენებელს, ერეკლე მეორეს და ასე შემდეგ მსგავსი ამათი ფსევდოლიბერალები. ქართლის დედას მე მახსოვს, როცა დაამხეს ხელის, რომ ქართლის დედას ლანძღავდნენ, აბუჩად იგდებდნენ უკანასკნელი ბილწის სიტყვებით. აი ეს ყველანი, ეს გარყვნილთა მოდგმა. მეორეს მხრივ გამოაკრეს თბილისის მთებზე თუ გახსოვთ დიდი წარწერა ინგლისურ ენაზე და ქართულად ჩასვით ამერიკის სულს. მე მაშინ შევთავაზე ჩემ რეულს, კი რა თქმა უნდა ტრისენა უნდა იცოდე, ჩასვით ამერიკის სულს და მიაფურთხეთ ქართულად. თუ ხართ ქართველები. დღეს პირიქით მიდის ქართულ ღვინოში და ქართულ სულში ჩაფურთხება. მაგრამ როგორც სიტყვიან დრონი მეფობენ. ესენიც ღვთისაგან არიან დაშვებული, ქართველთა დანარჩენი ნაწილის გამოსაფხიზლებთ და საღათას დილით რომ მძინავდა, ხოლო ჭამასმაზე და გარყვნილებაზე ფიქრობენ. ღმერთმა მათაც და ჩვენ, ისინიც ქართველები არიან ბოლოს და ბოლოს მეტნაკლებად სინანული მოგცეს, რათა განბანილი და განწმენდული სინანულის წრებლით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა აზდა უკუნისამდე. ამენ. გითხრათ სიმართლე არ მეგონა რომ თუ მოხვიდოდით ამდენი ტაძარში, უფრო მეტის მოსულ ხართ, უბრალოდ ამდენის არ მეგონა, იმდენი დღესასწაულები გადავიარეთ, იმდენი დაუჯდომლები და ასე შემდეგ, რომ თან ეგრეთ წოდებული ორი ახალი წელი დამანგრეველი ქართველებისთვის, თუმცა წელს ისე ვერ აღნიშნეთ. რაშია საქმე ამხანაგებო? ბახაბუხი არის მონდა იმდენი და ჭიქების ტრიალი არ იყო. განწყობაც არ აგათ, არა რაც ხდება საქართველოში. იქამდე მივედით ეგრე ერთ მორწმუნესთან საუბრობდით დაუჯდომელამდე, რომ არა მარტო ღვინოში აშარდავენ ეს ზაღლიშვილები. საჭმელში აფურთხებენ, ერთმანეთს უფურთხებენ. აქამდე თუ დაეცემოდა ქართველი ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ რა, ეს ადამიანურად ვამთავრებ, ღვთიურად, ადამიანი ღმერთს რომ განშორდება, თანდათან ეშმაკს ემსგავსება. ორი რამ, ღმერთი და ეშმაკი. როგორც უფალმა თქვა, ამ ერთს მეტად შეიყვარებს, მეორეს მოიძულებს, ამ პირუკუ. ეხლა აი ყველა ეს ეგრეთ წოდებული პროდასავლელები, ფსევდოლიბერალები, ღვთის მოძულენი არიან და ეშმაკის თაყვანისმცემლები, პირუყოლისა მამონა მყავს ხედველობაში. ფულის ღმერთი, სიმდიდრის ღმერთი და ოხრად დარჩებათ ეს ყველაფერი. ხშირად გვითხოვს და წუხარებით გავიმეორებ. ბერძენი მამის მღვდელმონოსონ გიორგის წინასწარმეტყველებით კიდევ ერთხელ შემოვლენ რუსები. იმდენს იზავენ, საქართველოში შემოიყვანან რუსებს. და როგორც ეს მამა ამბობს, განსხვავებით 2008 წლის ომისაგან, ამბობს ეს 2006 წელს ამბობს ჯერ კიდევ. ბევრად დიდი იქნება მშვიდობიან მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანში იქნება, თორე ესენი ყველანი მაშინვე გაიქცევიან თავიანთ ბოსებთან დასავლეთში, თავისი ძაღლუმანდური სული გადაირჩინონ. ვისაც არ ექნება სინანული, ყველა გაიზიარებს ივლიანე განდგომილის ხვედრს. ამენ.